მოგესალმებით მეგობრებო, ომის მესამე დღე არის. მთელი მსოფლიო სამართლიანად არის შეშფოთებული, აღშფოთებული, დაფეთებული, შეშინებული. არსებობს ნამდვილად იმის რისკი, რომ არა მარტო რეგიონალური ომი გახდეს ირანის ომი, არამედ გახდეს მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. გამოვიდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი და განაცხადა, რომ ჯერ არაო მესამე მსოფლიო ომიო, მარაო ტრამპი რასაც აკეთებს, რომ ამას ყველაფერსო თუ არ გადაუხვიაო, აუცილებლად გადაიზრდებაო. ახლა ვისაც უნდა ასე ილაპარაკოს, ვისაც უნდა ისე ილაპარაკოს ამ კაცზე, ახლა ამხელა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია. მე მგონი ინფორმაცია მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ მე და თქვენ. მედვედევი არ ჭირდება იმ საქმეს, რომ უკვე ირანის ომი გაცდა, თვითონ ირანის ომი გაცდა ტერიტორიულად თავად ირანს და არა მარტო ის ქვეყნები იქნა სხვათა შორის არა მარტო 8 ქვეყანა გააფართოვდა უკვე მასშტაბი და ეს უკვე ეხება პირდაპირ 15 ქვეყანას. მათ შორის ამ ყველაფერს დაემატა კვიპროსი. ეს ვარ დამაბრალოთ ახლა რაღაცეების მოგონება და ის გამოაცხადეს შიგ ევროპელებმა, რომ ესა ძამით გაცრავად არ მქონია შენახული, მაგრამ აი ამას გაჩვენებთ, რომ არ შემინახია უბრალოდ ეს სკრინი. აი ამას გაჩვენებთ, რომ გამოვიდა რიუტე და განაცხადა ეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ ნატო არ შეიძლება უკაცრავ თვითონო, არა კი არა, ვერ ჩაერევა ჯერ ერთ-ერთი ამ ყველაფერშიო, მაგრამო ჩვენ მხარს უჭერთო ასეო შეერთებულ შტატებსო და აქედან გამომდინარეო. დაიბომბა როგორც გეუბნებით კვიპროსი, აი ბრიტანული ბაზა, რომელიც არის განთავსებული კვიპროსის ომის შემდეგ, რომელიც რეალურად წარმოადგენს გადასასვლელ, ასე რომ ვთქვათ, კვანძს და გარდა იმისა, რომ ძალთა დაშორიშორების საკითხი ავალია ბრიტანეთს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ამას გარდა აქ არის ავიაციის ლოჯისტიკის ბაზა, მოსასვენებელი ბაზა და ამ ბაზიდან ხდება ამერიკული თვითმფრინავების შევსება, ამიტომ არავის ცერემონიას არ უკეთებენ ირანელები, სადამდე მიწვდებიან, ყველგან ურტყამენ ტრის ობიექტებს. არა გაფრთხილებული ქონდათ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და არავის არ ერიდებიან. სწორადად იქცევიან, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ხალხთან ლაპარაკი, არ შეიძლება ამ ხალხთან რაიმე საუბარი დოკუმენტი, ამ ხალხმა არც სიტყვა იცის, არც ხელის მოწერა იცის, არც შეთანხმების დაცვა იცის, ყოველთვის მოძებნიან მიზეზს, რომ რამენაირად გადაგიარონ, გადაუარონ და შენზე მოიპოვონ ძალაუფლება, გაგძარცვონ, გაგტყავონ და თან დაგცინონ მერე ზემოდან კიდე და გაგინადგურონ ქვეყანა. ასე რომ აბსოლუტურად სწორად იქცევა ირანი. მე კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ირანი არის ის ქვეყანა, რომელიც ბოლო 200 წლის მანძილზე არავის თავს არ დასხმია. არავის. ყოველთვის იყო თავდაცვის პოზიციაში და თუ ვინმე ესხმოდა, მაშინ პასუხობდა ამ ყველაფერს და როგორც ჩანს, ძალიან წარმატებულადაც, ამიტომ არავის არ ქონდა სურვილი ირანზე თავდასხმის. თუ გავიხსენებთ ჩვენ ისტორიას და გადავხედავთ, როდესაც სადამ ჰუსეინი, როდესაც ჭირდებოდა ერაყში, ისლამური რევოლუციის წინააღმდეგ შეაიარაღეს, მისცეს ყველანაირი მხარდაჭერა და თავს დაესხა ირანს დასავლური მხარდაჭერით, მაგრამ წვირპირ მოტეხილი გამობრუნდა შემდეგ უკან, მილიონი ადამიანი შეეწირა ამ ომს, 1000 უბედურება მოხდა მაშინ. და ეს ყველანი იყვნენ მოკავშირეები, ეს მთელი დასავლეთი იყო მაშინ სადამ ჰუსეინის მოკავშირე, მერე თვითონ გაწირეს სადამ ჰუსეინი, მერე საერთოდ არის ეს სიტუაცია, ამიტომ ამ ხალხთან არანაირი საუბარი, არანაირი სიტყვა, არანაირი საქმე არ შეიძლება. სწორადაც იქცევა, რომ მტერი თუ გინდა გაანადგურო, უნდა გაანადგურო ფიზიკურად. მორჩა ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ იმას თავზე ხელი გადაუსვა, შეთანხმდე, არავის არ ესხმის ირანს ესხმიან თავს აქეთ ესხმიან ირანს თავს. უკვლავენ 86 წლის სულიერი ლიდერი, მისი მეუღლეს გარდაცვლილა, შვილი, ახლა ამას თავი დაანებე. გაანადგურეს მთელი თავდაცვის მინისტრები, მეცნიერები, რამდენი ფიზიკოსი გაანადგურეს, რამდენი უდანაშაულო ბავშვი გაანადგურეს.
აი თუნდაც მარტო აი ახლა 160-მდე არის გაზრდილი ამ ბავშვების დაღუპულთა რაოდენობა და თბილისში შემოკარგებო ტაშს უკრავენ დემოკრატიას. აი მე უბრალოდ იმდენად გულის ამრევი და იმდენად ავადმყოფი საერთოდ ჩლუნგზე ჩლუნგი საზოგადო მე საერთოდ დაკარგული გული მაქვს აი ქართულ საზოგადოებაზე წარმოდგენა, მაგრამ რაღაცას ხო კიდე რაღაც შეიძლება ზღვარად იფიქროს ადამიანმა, მაგრამ აი დააკვირდით ახლა მე თქვენ რაღაცა მინდა გაჩვენოთ. ეს არის თბილისში ვიღაცა როგორც ნახეთ, ვიღაცა ძუკნა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძუკნა ჩამოყალიბებული ძუკნა, რომელიც ირანელი მამაკაცების ყურადღების ქვეშ მყოფი კლინკაობს, აქნევს ტრაქს და ქართულ ცეკვას და ალბათ ეთყობა ეს კახპურის შთამომავლობა გააჩნია იმიდან წინაპრებიდან ეთყობა თავის დროზე შახების გასართობად ასე მისი წინაპარი დახტოდა, იმიტომ რომ ეს გენეტიკური აქტკინება არის, ახლა მოვიდეს ვინმე მისიანი და დამიწყოს ლაპარაკი, რომ ეს ასე არ არის და თან წარწერა აქვთ გაკეთებული, რომ ქართველებმაც ვიცეკვეთ ირანის საელჩოს წინ. ქართველებმაც იცეკვეს ირანის საელჩოს წინ. ბიჭო, ჯერ ამ ირანელების დედას შევეცის უყველასას. ესენი არიან მოღალატეები. ესენი არიან ჩამოყალიბებული მოღალატეები. აი, პოლიტიკური ლიდერი არ მოგწონს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ მოგწონს, რაღაც ეს გასაგებია, მე ეს მესმის და შეიძლება რაღაც, მაგრამ ბიჭო, 160 მარტო ერთ ადგილას ბავშვი გოგო ამოხოცეს. ბავშვი გოგო. შენ გამოდიხარ, ცეკვავ ხარ, ტაშფანდურობ, შამპანიურებს ხსნი და გიხარია და ამათი ლიდერი, ვინცა ის სულიერი ლიდერი, ის შაჰირის შთამომავალი ნაბიჯვარი, 3 ამერიკელიო დაიღუპაო და ამ 3 დაღუპული ამერიკელის იმას რა ქვია, გლოვაში არის და მისი დაღუპული ასობით მოქალაქე არ აინტერესებს და არ ადარდებს. აი ამიტომ არის ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნაგავი მსოფლიოს ინტერნაციონალი, რომელიც ძალიან აყვავებული მძღნერია საქართველოში, ძალიან დიდი ბოდიში ამ ლაპარაკისთვის, მაგრამ სხვა სიტყვა ამათვის არ შეიძლება უბრალოდ არ მემეტება და არ არსებობს. ამიტომ არის საშიში, რომ ირანელი გამოსირებული, ჩამოყალიბებული ჩლუნგი, დებილი და ქართველი ჩამოყალიბებული ჩლუნგი ესა რა ქვია დებილი ავადმყოფი არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთიდან. ამათმა არ იციან არც საკუთარი, არც ხვისიანი, არც ბავშვი, არც ქალი, არაფერი საერთოდ ამათ ადამიანური გრძნობები არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ. აი როგორც ხედავთ, როგორც არც ირანელს, არც ქართველს, არც ამერიკელს, არც რავი შიგევროპელს ამაზე დედამოწყნული კასტა ჯერ მსოფლიოს არც ერთ იდეოლოგიას არ შეუქმნია დედამიწის ზურგზე. არ არსებობს. მსგავსი პრეცედენტი არ არის. მე ახლა ცოტა შესავალს გავაკეთებ ამისთვის, იმიტომ რომ ასეთი დედამოწყნული და დაყლევებული ოხრათაა საქართველოში და ყველას გეუბნებით. არათუ ამიტომ ესენი დარბიან, რომ არათუ შაჰის დროშებით დარბიან და საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი. აგერ ბავშვები დაღუპულია, იღუპება ყოველდღე ახალ-ახალი მსხვერპლი და უბედურება. რა ცეკვებს, რა უყარია და საკუთარი ხალხის გვერდით. აი, ნამდვილად გეთანხმები, ესაა ეპშტეინების შეკრებილი ხროვა, ჯილაგი და აი ეს ხალხი ჩვენ შეგვიქმნა და ეს ხალხი ჩვენ ხალხი უნდა ვაღიაროთ, ჯობია ვაღიაროთ ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამას ჯობია აღიარებთ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნაწილი, ჩვენი სისუსტის გამო, ქართველების სისუსტის გამო, სოროსის ფონდმა
ამერიკის საელჩომ, ევროკავშირის საელჩომ, აი ამ ფუჩუკუტუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოგვიზარდა, კაცი ჭამია დედამოწყნული ხალხი, აი ამ ტელევიზიებმაც გამოგვიზარდა ხალხი, რომელსაც რო უთხრა რომ კანიბალიზმი და პირდაპირ გეუბნებით, ნორმალური ადამიანის თავში ახლა ეს ხო არ ჯდება. არა მარტო თაობაზეა დავით ლაპარაკი, აქ თუნდაც უფროსი თაობა იღე. აქ ოვერტონის ფანჯრის პრინციპით მიუღებელი მიაღებიეს ჩვეულებრივად. ელემენტარულ გეკითხებით ხალხო პირდაპირი გაგებით გეუბნებით რომ დამტკიცებულია რომ ეპშტეინის ფაილებში კანიბალიზმი იყო. ადამიანებს ჭამდნენ, თვითონ ბავშვებს ჭამდნენ. თვითონ ამბობენ ამას. ხალხს რეაქცია არ აქვს. არ აქვს. ხვალზე ეს რო დაუშვან საქართველოში კანიბალიზმი და რო თქვან ის მტერია და დაკალით და შეჭამეთო, ჩვეულებრივად შეგჭამენ. გეუბნებით მე თქვენ აი ამ ხალხმა არ იცის არაფერი. ამ ხალხთან ლაპარაკი ზედმეტი არის სისულელია დროის კარგვა აბსოლუტურად ყველაფერი. ნერვების შლა ამათგან არც ციხლი უნდა გეწყინოს არაფერი ერთი ფიზიკურად მოდიან ტყვია შუბში დააგდე და გადაუარე. არ შეიძლება მათთან ზნეობაზე, მორალზე, მით უმეტეს ქვეყნის მომავალზე და ერის ბედზე საუბარი როგორ. აი ეს ბიონაგავი შექმნა გიგაბოკერიამ, ეს ბიონაგავი შექმნა თავისუფლების ინსტიტუტმა, ეს ბიონაგავი შექმნა ნატო, კვატომ, შმატომ და აი ეს არის ჩვენი ქვეყანა დღეს. ამიტომ ამდენ დაყლებულს რო ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სოციალურ ქსელში იქნება, ტელევიზიაში იქნება, ქუჩაში იქნება თუ სად იქნება. ხალხო იცოდეთ რომ ეს არის ჩვეულებრივი სცენი, რომელიც სოფლიოში არის მოდებული, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში. მე გეტყვით ერთ რაღაცას. ამათი უკან მობრუნებას აღარ შეიძლება. არ შეიძლება, გამორიცხულია. ამათ ტყვიას თავში თუ დააჭედებ და მოიცილებთ, დაამთავრდა ამათ არ ეშველება არაფერი. კი ბატონო 2008 წლის აგვისტოში თბილისში ზეიმობდნენ, კაცო ხალხი არ იყო საფლავში გაცივებული, რა თუნდა ლაპარაკია, დამარხული არ იყო, ძაღლები და ისინი ჭამდნენ, რა ქვია კატები, ჩვენ თანამებრძოლებს და ღორები და ესენი იმაშვებოდნენ, ტაშფანდურობდნენ და წაგებულომზე იძახოდნენ, მოვიგეთო და ხალხს ამის ჯეროდა და ჯერა დღემდე. თქვენ რა გინდათ ახლა ამ კატეგორია ადამიანებს ელაპარაკოთ ადამიანობაზე, ქვეყნის ბედზე, თქვენ გინდათ რომ ადამიანებს ესაუბროთ შეგნებაზე, მომავალზე, რამეზე გინდათ ესაუბროთ ამ ხალხს? მე მართლა გიკითხებით. და გაიძახოდით იმას, რომ ახალგაზრდობაში თურმე ქურდული მენტალიტეტი ამოძირკვეს და ესქნეს და კრიმინალური ერი მისკენ მოაბრუნეს. ბიჭო, ბოზური მენტალიტეტიც არ ქვია ამას. ამას ქვია ჩვეულებრივად ჩამოყალიბებული კანიბალური მენტალიტეტი, ხალხო. კანიბალები არიან ესენი ჩვეულებრივი. არ შეიძლება ამათთან რა რწმენაზე უნდა ელაპარაკო, ამათთან რა ქვეყანაზე და რა მომავალი. მე გეუბნებთ ეს ჩვენი პრობლემა. ამიტომ ესენი მიტომ იძახიან, რომ გადმოგხსნოდეს ირანის წყალი, ამათმა იციან ერთი რაღაცა. მარტო თან სკამი, თანამდებობა, ფული და რამენაირად მიეცეთ საშუალება, რომ ჩვენნაირი ადამიანები გაანადგურო. აი ეს არის ამათი აი მეტი ამათმა არ იციან. ამათმა იციან მარტო ჭამა, რა ქვია, საყიდელი რაღაცის სიამოვნება, ცხოველურად სექსი და ესა რა ქვია, ცხოველს რო არ იკადრებს იმას და მორჩა. აქ მთავრდება მათი ამოსავალი წერტილი. დიახ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის ირანი. 2003 წელს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, როდესაც მოხდა საქართველოში, მაშინ ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოშიო ერთმა სიონისტმა განაცხადაო, რომ 20 მილიონი გადავიხადე და რევოლუცია მოვაწყვეო. იმ სიონისტებთან ერთად იყო სხვათა შორის ეს ჩვენი ბიძინი, ახლა ვისაც გონია, რომ სხვა არის მოსული. მაგასო ირანი საქართველო არ ეგონოსო. მაგას ირანი საქართველო არ ეგონოსო. გაბედავს რომელსაც ქვეყნის წავამტროთ. ზუსტად აი ასეთი სიდამპლიდან და ესეთი ნაგავიდან დაიცვა იმ ქვეყანამ თავისი თავი და როდესაც ესეთი მოვლენები და ესეთი გავლენები და ესეთი ტრიუკები არ გაუვიდათ ირანში,
დაესხნენ პირდაპირ თავს. დაესხნენ პირდაპირ თავს და მიმდინარეობს ომი. ომი, რომელიც ფაქტია, რომ უკვე ირანს გასცდა და არა მარტო სამხედრო მოქმედებებით გასცდა. ხო, მე ვარ ბოროტი და მე ვარ ეკლესიის მტერი ეშმაკი ის და თქვენ ხართ ხალხი, თქვენ დებილი დედაშევეცის უყველასას. გასცდა ამათ და მთელი ახლო აღმოსავლეთს არის მოდებული, მთელი შიიტური მოსახლეობა, ვინც არის სარწმუნოებრივად, ყველა არის აღმდგარი და ყველას ხელში უკავია, რაც შეუძლია ის და იწყება ყველაფერი, რეალურად ახლა იწყება ყველაფერი. ეს ჯერ თვალების გახელა იყო. ამათ არიციან ჯერ რა ძალა გააღვიძეს. ესენი მოდებაში არ არიან რამხელა ძალას. არა მარტო ტექნოლოგიურ საკითხებზე, აქ არის ელემენტარულად რაიმე იმაზე რა ქვია სამხედრო ამბებზე არაა საქმე. აქ გამოვიდა ხალხი პირდაპირ, რომელი ხალხიც სადაც ცხოვრობენ, როგორ ცხოვრობენ, როგორი ცხოვრების წესის და სტილიც აქვს, გამოდიან ქუჩებში და იწყებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებზე, ბაზებზე და მის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევას. და ეს ხალხი, სადაც ჩათვალეთ, რომ მიიღოს კიდევ და კიდევ და დიდი ალბათობით ეს მიიღებს კიდევ და კიდევ, რამდენი მილიონი შიიტი ცხოვრობს ახლო აღმოსავლეთში, იმდენი ჯარისკაცი იქნება. და არ იქნება მარტო ფრონტზე, იქნება ქუჩაშიც. და ესეც სოროსელებს და მათ მომხრეებს ცოცხლად შეჭამენ. და ისე მოუტყნავენ გამზდელს, როგორც მოუტყნეს ირანში აი მიმდინარე მოვლენების დროს ტარი და ცოცხალი. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისით ამ ყველაფერს რომ გადავხედოთ. აზრი არა აქვს ახლა მე რაღაცების ჩვენება მინდოდა, აზრი არა აქვს, იცით? ამ ყველაფერს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მე ამ ცხოველებისთვის არ ვლაპარაკობ, მე ამ დასირებული ჯოგნახირისთვის არ ვსაუბრობ, არ ხარჯავ არც ჩემ დროს და არც ჩემ ნერვებს, ვსაუბრობ ნორმალური ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სრულიად საინფორმაციო ვაკუუმში შესული საქართველოში რაც ხდება. ამიტომ დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ რასაც გეუბნებთ, რა ბევრი ვერ გებულობს, თუმცა რა ვიცი 21 საუკუნეა ხალხო რაღაცნაირად უკვე მივეჩვიოთ რა რაღაცის მოძიებას, ბევრი ვერ ახერხებს ამ ტელეგრამის არხზე შესვლას და აი მინდა გაჩვენოთ ერთი წამით, არის ტელეგრამის არხი. კაცრავად, ეს არის ჩემი ტელეგრამის არხი. რომლის ლინკსაც დავდებ აღწერილობაში და ისეთ შეგიძლიათ და აი აქ იდება ინფორმაციები, რომელი ინფორმაციებიც რეალურად არის ცენზურის ქვეშ და რომელიც არ ვრცელდება ჩვეულებრივ საინფორმაციო სივრცეში და მით უმეტეს საქართველოს, რომელიც სოროსელების კონტროლის ქვეშ არის და არ ვრცელდება იმაში, რა ქვია, Facebook-ზე და YouTube-ზე გამომდინარე ცენზურიდან გამომდინარე და ნახეთ თქვენ თვითონაც გექნებათ შეხედულება და სწორი ინფორმაცია, როდესაც გექნება, მერე გექნება ყველაფერი. ეხლა სიტუაციის რეალური აღქმა. ეხლა მინდა რეალურად გადავიდე იმაზე თუ რა ხდება და რაში არის საქმე. დღეს უკვე შუბი ხალთაში არ იმალება ნამდვილად და დღეს აგერ ირანის ოპერაციებში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დავდებ ლინკს ჯიგარო, დავდებ ქვემოთ კომენტარებშიც დავდებ და ისე აზიმუტი ქვია გვერდს და შეგიძლიათ შემოწმოთ. აქაც არის ლინკში მითითებული კომენტარად, სადაც არის აგერ ახლა შეგიძლიათ ქვემოთ არის მითითებული ჩემი ტელეგრამის არხი და გამოიწეროთ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ოფიციალურად ღიად გამოვიდა და დაადასტურა ის, რომ 3 თვითმფრინავი გამანადგურებელი, რომელიც აქამდე ითვლებოდა ჯერჯერობით არანაირი სამხედრო მარცხი მას არ ქონდა განცდილი და არ იყო ჩამოგდებული, ერთადერთი ითვლება, რომ
შეერთებული შტატების ომის დროს 1991 წელს დაზიანდა ერთ-ერთ საბჭოურ მიგთან ბრძოლაში, რომელიც ეკუთვნოდა სადამ ჰუსეინის შეიარაღებულ ძალებს და ამის მეტი მას არასდროს არაფერი დაზიანება არ ქონია. გახდა აგერ ცნობილი, რომ და ამას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების თავად ცენტრალური სარდლობა, რომ 3 თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ეს საერთოდ კიდევ ერთხელ გეტყვით, ომი არის, ომი მიმდინარეობს და ომს ახასიათებს თავისი სპეციფიკა, როდესაც ორივე მხარე მალავს თავის დანაკარგებს მაქსიმალურად ომიც რო დამთავრდება, მეც ბევრს ვერ გებულობ ადამიანი, სინამდვილეში რამდენი დანაკარგი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი 21 საუკუნე არის და ფიქსირებული არის უკვე კამერაზე გავრცელებული არის ინტერნეტში. შემობრძანდით არხზე და ნახავთ. არიან პილოტებიც, რომლებმაც კატაპულტირება შეძლეს, მათ ტერიტორიაზე, მოკავშირეების ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ და ამის უკვე დამალვა შეუძლებელია. ეს ამიტომ გამოვიდნენ და დაადასტურეს ეს ყველაფერი. ისევ და ისევ დაბალი დონე, კიდევ ერთხელ გეტყვით, ისევ და ისევ უცოდინრობა. ესეც ომის ჩვეულებრივი ინფორმაციის წარმოების საკითხია, რომ თურმე ეს თვითმფრინავები ირანულ მხარეს არ ჩამოუგდია, სამივე ჩამოაგდო, რა ვიცი, ხან კუვეიტის, ხან კატარისო არა, კუვეიტის ასვლებან, ასე ამბობენ. კუვეიტის საწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, რომელიც ვერ იცავს ამდენი ხანია მის თავს ირანული, იმედან რა ქვია, რაკეტებიდან, თურმე ჩამოუგდია კუვეიტს. ახლა ჯერ მოდი ერთ ელემენტარულ რაღაცას გეტყვით. თქვენ იცით საერთოდ კუვეიტი რა ქვეყანა? მე ნამყოფი ვარ. მე ვიცი. კუვეიტში ცხოვრობს 2 მილიონი ადამიანი. 2 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონი ადამიანი არის ძალიან მდიდარი და 1 მილიონი ადამიანი არის მომსახურე. კუვეიტის შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. სიმართლე თუ გაინტერესებს, არ გააჩნიათ. კუვეიტის თავიდან ბოლომდე დაცვა ეს სიმბოლური რაღაც შენაერთებია, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მსახურობენ, მილიარდელი არაბელები მის არ ამსახურებენ, არც ალიათ მაგისთვის. კუვეიტის სრულად დაცვა აღებული აქვს საკუთარ თავზე ამერიკელ სამხედროებს და კუვეიტში რასაც შეხვდები, ეს არის ნავთობ გადამამუშავებელი ჭაბურღილები და ამერიკული სამხედრო ბაზა. ამიტომ საერთოდ კუვეიტის საჰაერო თავდაცვის სისტემა ეს არის პირველი, ისა რა ქვია, როგორ გითხრათ, იცი, ყველაზე ესეთი ანეკდოტი. არ გააჩნია მსგავსი რაღაცები კუვეიტს. ყავს შეიძლება რაღაც დაქირავებული ნაწილები, მაგრამ იქ შეიხები და მათი შვილები არ მსახურობენ. და ეგეთი სახეობები, იმიტომ რომ არ ჭირდებათ. და 1991 წელს, რაც დაესხა სადამ ჰუსეინი კუვეიტს თავს, მისი დაცვის უზრუნველყოფა შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა აიღეს ეს ისე ინფორმაციისთვის. ეხლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ამხანაგურ ცეცხლს, friendly fires, რასაც ეძახიან. ეს ისეთი ტერმინი არის, როდესაც ქვედანაყოფი მოხდება მოკავშირეების ან საკუთარი არმიის ცეცხლის ქვეშ შეცდომით. მინდა გითხრათ, რომ ეს არის 100%-ით გამორიცხული. შეუძლებელია ამხანაგური ცეცხლის ქვეშ მომხდარიყო თანაც ერთდროულად 3 გამანადგურებელი. აგიხსნით რატო? თორა იქნება აქ დამსახურები ხალხი ვიღაცას ესმის რაღაცა და ეცოდინება. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ეს არის უმაღლესი სიზუსტის იარაღი, რომელიც მიზანს იღებს, ახდენს მის იდენტიფიცირებას და მისდევს გასანადგურებლად, მოუხვევს თვითმფრინავი, მოუხვევს, ამოტრიალდება და გასანადგურებლად დასდევს. ამიტომ მას გააჩნია იდენტიფიცირების მექანიზმი. რას ნიშნავს იდენტიფიცირების მექანიზმი? საკუთარი და სხვისი, ჩემი და სხვისი, свой чужой. ეს რაში არის საჭირო? ეს არის საჭირო, რომ გამორიცხული იქნეს ეგრეთ წოდებული ამხანაგური ცეცხლი. და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაც არის ერთი ქვეყნის წარმოების,
მის ჩიპში შედის კოდირება აბსოლუტურად ყველა იმ ბორტის, რომელი ბორტიც არის ასევე თავისი ამ ქვეყნის და ასევე მოკავშირეების ქვეყნის ბორტი, რომლის ამოცნობის შემთხვევაში რაკეტა თვით ნეიტრალიზებას აცხადებს. როდესაც მტრის და შენი თვითმფრინავები ერთმანეთს ებრძოდნენ და მხარდაჭერა გაუკეთო და ესროლო, ის თუ ამოიცნობს მტრის თვითმფრინავს, ააფეთქებს, თუ საკუთარს ამოიცნობს, თავს აიფეთქებს. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ჩემი და სხვისი, სვოი ჩუჟოი, გასაგები რო იყოს. და ეს არ არის რაღაც ავტომატის ტყვია, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვის მოხდება და რას მოხდება. და რაც შეეხება რეგიონში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიდის და არის მოკავშირეები, საუდის არაბეთის სრულიად არაბული სამყარო აღჭურვილი არის მათიც რო ყოფილიყო. სრულიად აღჭურვილი არის ამერიკული პატრიოტის სისტემებით და იქ არის განთავსებული ამერიკული საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე შიფრირებული არის თავისი და სხვისი რაკეტებით, ამ უმცნობი რაკეტებით. შესაძლებელია ამ ფუნქციის გათიშვა, მაგრამ ეს უნდა გათიშოს მწარმოებელმა. დარწმუნებული იყავით, ამას არ გააკეთებდნენ თვითონ. იმიტომ რომ ირანს არ გააჩნია შაჰის დროინდელი F-4-ების გარდა არანაირი ამერიკული წარმოების, რომელიც არც ფრინდება, არც დაფრინდავს, აზრიც არ აქვს მის გამოყენებას. სხვა რეგიონში არ არსებობს, სხვა რეგიონში არის სულ მტრული ძალა. ამიტომ ეს არის ღია დანაკარგი, რომელი ღია დანაკარგიც იძულებული არიან აღიარონ. ძალიან მალე ომი გამოაჩენს სხვა დანაკარგებსაც. ძალიან მალე ომი გამოაჩენს ძალიან დიდ დანაკარგებს, რომელი დანაკარგებიც შეიძლება ზოგიერთის თავშიც ვერ მოვიდეს. გავრცელდა ახლა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან თავისი ბაზის პერსონალი გაყავთ, იმიტომ რომ ვერ ხდება შეკავება ირანული თავდასხმის. და ეს რო ხდებოდეს, მე მგონი 15 ქვეყანას არ დაჭირდებოდა ეს რა ქვია იმის აღიარება, რომ მას თავს დაესხა ირანული რაკეტა. გუშინ გახდა ცნობილი, ისრაელის გუმბათიო ეგ. თქვენი ზოგიერთი რო ფიქრობს, ისრაელის რკინის გუმბათი თურმე ჩართულია და მუშაობს და გეშინიათ, გააგრძელეთ ცხოვრება, გამოუცხადებიათ, აგერ ყოველგვარი საფრთხისგანო დაგიცავთ. როდესაც ჭირდებოდათ ებრაელებს ამ განცხადების გაკეთება. როდესაც ჭირდებოდათ მათი სიამაყის რკინის გუმბათის გამო. როდესმე. გინახიათ ყველა ებრაელი ჩვენ რკინის გუმბათი გვაქვს, ჩვენ რკინის გუმბათი გვაქვს. როდესმე რა სჭირდებათ ამ განცხადების გაკეთება. მიეტყვით რა სჭირდება. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ ქვემოთ აი ამ გვერდზე და მაგ ვრცელი ანალიზი წუხელ დავწერე ღამით. დამაინტერესა უბრალოდ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რაში იყო საქმე და სინამდვილეში რა ხდებოდა. ფაქტია ის, რომ რასაც პროგნოზირებდნენ ამერიკელი დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იგივე სკოტ რიტერი, რომელიც ამათ რო კითხო, რუსების აგენტი რო არის ამერიკაში და რომელიც ამბობს ღიად, რომ არ ვიყავით ჩვენ ამისთვის მზად, რესურსები არ არის საკმარისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის ხო ბნელი გრუზინია, ან ცხოველების აზრით. მიხედავთ, ცოლი ყავს ქართველი, ბნელი გრუზინკა და გააგრუზინა, ეგიც ეთყობა. ხო და გამოაცხადა, მან თავიდანვე გამოაცხადა ის, რომ ურთულესი ოპერაცია იქნება ეს ყველაფერი, რადგან ძალიან ძვირფას რესურსებს მოითხოვს და ამ ძვირფასი რესურსების გაფანტვის თავი არ აქვს. ირანელებმა თუ გაძლეს, უბრალოდ თუ გაძლეს და რეჟიმი შეინარჩუნეს, არ იყო საუბარი, როგორ შეეწინააღმდეგებოდა, არავინ არ იცოდა. უბრალოდ 5 კვირა ჩათვალეთ, რომ ამერიკა და დასავლეთი დამარცხებულია ირანში.
უბრალოდ რომ გაძლოს რეჟიმი რო დარჩეს და ის რა პასუხიც მიიღეს ირანიდან გაუგნებულია ყველა. გაუგნებული არის ამ დაჟანგული ან ჩამორჩენილი ჩაბნელებული სინამდვილეში რა ხდება. მე დავწერე ამაზე ვრცელი პოსტი ანალიზით და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ, აი ესეთი პოსტი დევს, გუშინ დაფიქსირდა ერთი ფოტო, სადაც თავდაცვის მინისტრის და ტრამპის civilკივილი იყო აღწერილი. აი ჩამოგზანდით, ნახეთ, წაიკითხეთ. კი, ცოტა ვრცელი არის, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, ძალიან საინტერესო სტატია არის და ეხება ამ ყველაფერს. მარტივად მინდა ახლა აგიხსნათ რაში არის საქმე. ეს ომი რომ არის ნაჩქარევი, ეს ომი რომ არის თანამედროვე ომებიდან გამომდინარე გაუანალიზებელი, ამას ყველა ხვდება. ყველა ხვდება ამას, ხო? იმიტომ რომ არ არის ის ეფექტი, არ არის ის შესაძლებლობა, არ ხდება საჰაერო ფარით დაფარვა ირანის შეტევის და გამომდინარე აქედან უკვე ალაპარაკდნენ სერიოზულად ამერიკელები ალაპარაკდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროა-დროზე ადრე იქნა შეწყვეტილი. ვითომ იტალიელების შუამავლობა ითხოვეს ირანელებმა, ირანს არავის შუამავლობა არ უთხოვია, ტყუილი არის ეს თავიდან ბოლომდე. და განაცხადეს, რომ ვითომ შუამავლობა უნდათ, მაგრამ ტრამპმა უარი უთხრა. პირიქით იყო ყველაფერი, იტალიელების შუამავლობით განუცხადეს, რომ მოდი მოლაპარაკებები გავუმართოთ, ირანელებმა განუცხადეს უარი. ისინი სანამ არ გაანადგურებენ რეგიონში არსებულ აბსოლუტურად ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ირანს ემუქრება, არ გაჩერდებიან, არც უნდა გაჩერდნენ. ომი ასია. ომი გინდათ? მაშინ კი ბატონო. რა ვქნა ხალბატონო, წდება ვიდეო ახლა ამაზე მეტი სწრაფი ინტერნეტი არ მაქვს და ჩანაწერი ნახეთ შემდეგ YouTube-ის არხზე და ეგ იქნება. სინამდვილეში რაში არის საქმე? ბევრს არ ესმის, განსაკუთრებით ჩვენ დებილიზმით შეპყრობილ ადამიანებს, რატო ავიღე ეს სურათი, რა არის ეს იარაღი და რაზე არის ლაპარაკი. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ომების სტრატეგია და ომების წარმოება და ტაქტიკა თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა უკრაინის ომში, როდესაც ჯარისკაცზე 10-ჯერ მეტი დრონია უკვე. და დრონები გახდა სერიოზული პრობლემა როგორც ქვეითებისთვის, ისე артиლერიისთვის, ისე ტანკისთვის, ისე, რა ვიცი, უზრუნველყოფის ცენტრებისთვის და აი, მთელი მსოფლიო არის შესული ამ მიმართულებით იმის ფიქრში, რომ როგორ მოხდეს დრონებთან ეფექტური ბრძოლის საშუალება. გასაგებია ის, რომ დრონები შეიძლება არ იყოს სამიზნე, მაგრამ დრონმა შეიძლება ძალიან დიდი ზარალი მოუტანოს. ამიტომ სადღაც 250 სიტყვაზე ვამბობ, $250 დრონით შეგიძლია 10 მილიონიანი ტექნიკა გახარჯო. ამიტომ ომის წარმოების დროს უკრაინაში პირველად დადგნენ იმის საშიშროების წინაშე და იმ რეალობის წინაშე, რომ რაღაც კაპიკებიანი, როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე, ორივე მხარე დადგა, კაპიკებიანი დრონები იძულებული გახდნენ მხარეები, რომ კაპიკებიან დრონებზე მილიონიანი რაკეტები გამოიყენონ. იმიტომ რომ იმ დრონებს შეუძლიათ დიდი ზარალი მოუტანონ. რამაც გამოიწვია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ძალიან სერიოზული კოლაფსი. და სისტემები, გაიხარე გიორგი, მადლობა. სისტემები, რომლებიც გათვლილი იყო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე, ბალისტიკურ რაკეტებზე, ავიაციაზე და მსხვილ მიზნებზე იძულებული გახდა გამოყენებული ყოფილიყო კაპიკებიან ემაზე, რა ქვია, დრონებზე. აქედან გამომდინარე განახარჯი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აღმოჩნდა ძალიან მაღალი. ამიტომ ამხელა ხარჯი და ძირითადი მოთხოვნა თანამედროვეობის ომებზე დრონებთან ბრძოლაში იქნა დრონებთან და კიბერუსაფრთხოებასთან იქნა ორიენტირებული და ნამდვილად ეს არის მომავლის ჩვენ რა დღეში ვართ ამ საკითხთან, ეს ცალკე საკითხია კაცო. მაგრამ აი ეს არის მთავარი პრობლემა თანამედროვე და ყველაზე დიდი გამოწვევა. მე კიდე მინდა გითხრათ, რომ რადგანაც წიგნის წაკითხვა ნაკლებად აინტერესებს ვინმეს, რეალური აი სადაყავს ერთი ეს
ბრძენი ექსპერტები 3200 ტანკიდან 3400 რო გაუნადგურდა რუსეთს იმაში, რა ქვია და ტანკი არ აყავს და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ დრონების პიონერი, წარმოებელი, პირველად ვინც საერთოდ დრონების გამოყენება ისტორიაში დაიწყო და ვინც შექმნა, ეს იყო ირანი. ირან-ერაყის ომის დროს 80-იან წლებში, კონკრეტულად 87-88 წლებში ირანი უკვე აქტიურად იყენებდა დრონებს. სადამ ჰუსეინის არმიის წინააღმდეგ. 88 წლიდან დღევანდელ დღემდე არის გასული 38 წელიწადი. ამ სახეობის შეიარაღებამ ირანში მიაღწია უმაღლეს დონეს. უკრაინის ომის დროს ვის მიაკითხეს რუსებმა? მიაკითხეს ირანს. შაჰიდის კლონირების გამო. ვის მიაკითხავდნენ სხვას, იმიტომ რომ ის არის მწარმოებელი, იმასაა გამოცდილი, და ეხლა ზოგს რო გონია ირანი დრონებს აწვის, არაფერი დრონებს აწვის, ტექნოლოგიები გადასცა და თვითონაც ახერხებენ წარმოებას. დღევანდელი რაკეტები, ამერიკული რაკეტები, რომელზეც ირანზეც აპირებდნენ იერიშების მიტანას, ისიც შაჰიდის კლონებიდან იყო აღებული ამერიკელების მხრიდან. და ამერიკული დრონები რო დაიჭირეს ირანში 2009 წელს და დასვეს, მაშინაც გამოჩნდა ირანელების განვითარება, შემდეგ ობამა ეხვეწებოდა დამიბრუნებოდა და არტყმებებს ყველი დაუბრუნეს. ამიტომ ჰაერში ირანმა თავისი შეიარაღებული ძალების ძირითადი მიმართულება წლების მანძილზე გახადა სარაკეტო და დრონების მიმართულება. ეს არის უზარმაზარი მარაგები. ეს არის მიწისქვეშა, მთებში გათხრილი ბუნკერები, გაკეთებული სამალავები, ღვინეები, რომელიც ავსებულია ამ იარაღით. და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დადგებოდა დრო, წუთი და წამი მათ ეს იარაღი დაჭირდებოდა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ამიტომ ირანს ამის მარაგის პრობლემა არ აქვს. და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ირანმა შეძლო ამ იარაღით მიაყენა მომაკვდინებელი დარტყმები ძალიან ბევრ ქვეყანას. ეხლა რაც შეეხება ამერიკელების მთავარ კუჭის წვას, თუ რატომ აქვთ ეს სერიოზული პრობლემა, რატომ დაიხია ამერიკულმა ლინკორებმა უკან, სახაზო გემებმა და ავიამზიდებმა. რატომ მოხდა ეგ ყველაფერი? ძალიან მარტივი საკითხია. უამრავი დრონი იქნა გაშვებული, რომლის მოგერიების საშუალებაც არ ჰქონდათ და იძულებული გახდნენ 1000 კილომეტრით საზღვრიდან, სანამ ეს დრონები წვდება, დაეკავებიათ უსაფრთხო ზონა. როგორ გინდა თქვენ 1000 კილომეტრიდან აწარმოოთ ყოველი საბრძოლო მოქმედება ომის თეატრზე, რომელზეც ყოველ წამწუთს იცვლება სიტუაცია. ხო და აი მაგაში არის საქმე, ეს არის დღევანდელი ომის ოპერატიული გამოწვევა. ამიტომ როდესაც ატყდა ეს მთელი ისტერიკა ამერიკელებში და რატომაც გახდა ეს ყველაფერი პრობლემური, გახდა ზუსტად ამ ომმა კარგად გამოაჩინა, რომ ის მარაგები, მარაგებიც იყო გათვლილი და გათვალისწინებული ამ ქვეყნების დასაცავად, ამ ბაზების დასაცავად, თავიანთი გემების დასაცავად არ აღმოჩნდა საჭირო. წესით ეს არ უნდა დამართნოდათ ამერიკელებს, ახლა მე ვინა ვარ და მე თუ ხვდები ამას და ამაზე ლაპარაკი შემიძლია, მათ პირდაპირი გამოცდილება ჰქონდათ უკრაინაში, მათ მიერ წარმოებული ომია, მათი გენშტაბის დაგეგმილი ომია ბრიტანელებთან ერთად და ძალიან კარგად იციან რა ხდება. დავანებოთ ამას თავი. ერთი წლის წინ ირან-ისრაელის დაპირისპირება. ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ არა ამერიკელების ჩარევა ისრაელი როგორც სახელმწიფო არ დარჩებოდა. ვერ იარსებებდა. ჩაერიან ამერიკელები, დადგეს რაღაცა კონცერტი, ვითომ რო გეკითხა ტრამპისთვის
ბირთვული პროგრამა საერთოდ მოგვარდა დავით ეს ჩვენ დროს 2020 წელს მოხდა პირველად დრონების გამოყენება, რომელიც აზერბაიჯანი სომხეთის ომი ყარაბაღში, რომელიც ბაირაქტარების რეკლამად იქცა, მაგრამ პირველი გამოყენება დრონების მოხდა 80-იან წლებში ირან-ერაყის ომის დროს და ამის პიონერი იყო ირანი და ირანში განათლება უფასო არის და ნანოტექნოლოგიებით ირანი ახლა არ ვიცი მე რამდენი ადგილზეა, მაგრამ 2010 წელს, როდესაც მაინტერესებდა, იკავებდა მე-11 ადგილს თუ მე-10 ადგილს მსოფლიოში, იმდენად კარგად განვითარებული ის ჰქონდა. ხო. როდესაც მოხდა ისრაელის თავდასხმა ირანზე და ირანმა უპასუხა და ეს 11-12 დღე გაგრძელდა ეს ომი, მაშინ გამოჩნდა ყველაფერი თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ისრაელი და რა პრობლემის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამერიკელები და შეერთებული შტატები. ის რატომ მოხდა ახლა ეს ყველაფერი? მე ჰაერზე არ მომაქვს, არის Military Watch მაგაზინი, შეგიძლიათ შევბრძანდეთ, მოძებნოთ, დაგუგლოთ, ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ, თუ რა მოხდა მაშინ. მაშინ პირველად ამერიკელებმა განგაშის ზარები შემოკრეს და მაშინ გახდა ნათელი ის, რომ ისრაელს თავისი არსებული სისტემით, რომელიც სისტემას გააჩნიათ საამაყო რკინის გუმბათით და პატრიოტით, არ შეეძლოთ გამკლავება ირანული რაკეტებისთვის. ამიტომ ამერიკელები იძულებულები გახდნენ ირანისთვის მიეწოდებიათ უახლესი მსოფლიოში ერთ-ერთი ახლა რუსებს აქვთ კიდე ეს 550, მაგრამ ის ახლა საბრძოლო ვითარებაში გამოცდილი არ ყოფილა. პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ამერიკულმა თაადის სისტემა. ეს არის მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე იარაღი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დაცვაში, რომელსაც შეუძლია 150 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგუროს რაკეტები. და შარშან შედგა ამ იარაღის საბრძოლო ნათლობა ისრაელში. არავინ არ იცის სიმართლე გითხრათ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა ამ ომიდან ისრაელზე მიწოდებული მარაგების 80% იქნა გახარჯული ამ 12 დღიან ომში. და უბრალოდ რკინის ჯართად ხდებოდა და საჭირო იყო ამიტომ ამერიკელების ჩარევა. მაშინაც ჩამოიშალა რკინის გუმბათის სისტემა, მაშინაც ჩამოიშალა პატრიოტის სისტემა და თქვენ რო იცოდეთ ისრაელი რა დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. ისრაელს იცავდა რკინის გუმბათი, ისრაელს იცავდა პატრიოტების სისტემა, ისრაელს იცავდა თაადის სისტემა, ისრაელს იცავდა ფრანგული გემები, ისრაელს იცავდა ბრიტანული თვითმფრინავები, ისრაელს იცავდა ამერიკული და ეს რა ქვია ბრიტანული, ფრანგული თვითმფრინავები ჰაერში რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად. აი ესე იყო დაცული ისრაელი. მაგრამ ვერ შეძლო ამ სისტემამ ისე, რომ ისრაელში ირანული რაკეტები არ ჩაცვენილიყო. ძალიან ბევრმა ვნახეთ თუნდაც 1 წლის წინ, როგორ თავზე დაამხვეს ცახალი შენობა და სხვათა შორის დიდი შენობა რო ჩამოიქცა, ის დიდი LGBT დროშა ფრიალებდა კიდე მეთი რა ქვია, დიდი სიყვარულით. ამიტომ ამ მარაგების დეფიციტმა იძულებული გახადა მაშინ ტრამპი რაღაც ეს დაედგა და ეს ომი შეწყვეტილიყო ვითო. ეს უნდა ყოფილიყო მაგალითი მაგათთვის. ახლა თვითონ თაადის სისტემა რა არის? ამის ერთი გასროლა ღირს 12 მილიონი. 12 მილიონი. ამიტომ დაახლოებით მილიარდ 250 მილიონი მარტო მაშინ გაუშვეს ჰაერში. რაც შეეხება სისტემა არის ძალიან რთული, ძალიან განვითარებული, მისი მონაცემები არის გასაიდუმლოებული, ფიქრათაც კი არ ქონიათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის უკრაინაში, მაგრამ ფიქრათაც არავის ქონია, რომ ეს იარაღი ვინმეს მიეწოდებია უკრაინისთვის. მაგრამ როგორც ხედავთ, ისრაელს და უკრაინას შორის ამერიკისთვის დიდი სხვაობაა. ერთი სახორცე მასალაა, მეორეს კიდე საკუთარი შეიარაღებული ძალებით არა მარტო იცავს, თვითონაც ერევა.
ამ იარაღს აწარმოებს Lockheed Martin-ი, რომლისთვისაც ეს ამ იარაღის წარმოება არის ძალიან რთული, ძელვადიანი და 2014 წელს 11 წელი იყო დამზადებული. არის სადღაც 5 პოლკამდე გადანაწილებული ამერიკის ოქროს გუმბათს რო იძახიან მათ დასაცავად. და დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები პირდაპირ რო გითხრათ, დადგნენ იმ უბედურების წინაშე, რომ მათი ცა არის მთლიანად მოშლილი, მორღვეული. და ისრაელის ცაში უპრობლემოდ დასეირნობს ესა რა ქვია ირანული $250 ესა რა ქვია შაჰიდების დრონები. აი ამ ყველაფრის წინაშე დადგა და არსებობს ძალიან მარტივი თეორია თუ დაკარგე ჰაერი აუცილებლად დაკარგავ ხმელეთს. აი ამ ეს ისტერიკა არის ატეხილი. როდესაც ომში ჩაერთვენ ამერიკელები თვითონ წერენ ამ ყველაფერს, მათ ჰქონდათ იმაზე ნაკლები მარაგები, ვიდრე ჰქონდათ ივნისის თვეში 2025 წელს, ამიტომ ბევრი ექსპერტი აფრთხილებდათ, რომ აი ეს საჰაერო თავდაცვის ფარი თქვენი ვერ გაუძლებს ირანული დრონების შემოტევას და როგორც აღმოჩნდა ყოფილან მართლები. ახლა იდიოტებს რა დალევს? დებილებს, ავადყოფებს რა დალევს საქართველოში? შენ რას იძახი? ამერიკას ბომბები არა აქვს, ამერიკას ეს გაუჭირდა, ამერიკას ის მე ამ დებილებისთვის არ ვლაპარაკობ, ნორმალური ხალხისთვის ვლაპარაკობ, მაგიტომ ახსენე რომ ამ იარაღის წარმოება არის ძალიან ძვირი და ძალიან ხანგრძლივი. ეს არის გასაიდუმლოებული იარაღი, ყველას არ გადაეცემა და ყველგან სამი თავდაცვის ძირითადი სისტემა მუშაობს შეერთებული შტატების არმიაში. ეს არის პატრიოტის, ეს არის საზღვაო ფლოტზე მორგებული იგის სისტემა და არის სარაკეტო თავდაცვის ფარი. თადის სისტემა. ვერ უმკლავდება. არ ხდება ამის შეზღუდვა. ამიტომ დგანან ახლა ამ დილემის წინაშე. რომ უპრობლემოდ დასეირნობს ირანული დრონები სადაც უნდათ, ურტყავენ დუბაიში, ჩვენ ძმაკაცის, ჩვენ ძმა და მეგობარის, ალაბარის იმისთვის დაურტყიათ. რატო დაარტყეს იცით? იქ ჰქონდათ მოწყობილი კონსპირაციული ცერეუს შტაბი და ცერეუს აგენტურა იყო გამომჯდარი. კი იძახოდა ალაბარი თბილისში მინდა ვართ, ერთიო ფერმა ვიყიდო და ეგ ფერმაშიო შევსახლო. შეიძლება მართლა მოუწიოს ფერმის ყიდვა და შესახლება თუ ქვაქვაზე არ დარჩა დუბაიში. და ჩამოიყვანოს მე 70,000 არაბი და დაასახლოს იმაში საქართველოში და დასახლეს იმ ნაყიდ მიწებზე. ძალიან შეწუხებულა კობახიძე და დაურეკია კიდე და ალბათ შეთავაზა რომ მოდით. მადლობა გიორგი, გაიხარე. ამ დილემის წინაშე დგას დღევანდელი ომის თეატრი. ომის თეატრი, რომლის საჰაერო რაც არ უნდა კი ბატონო გასაგებია რომ ავიაციას განვითარებული აქვთ, აწარმოებენ საავიაციო მხარდაჭერას, მაგრამ რეალობაში იქაც დიდი დანაკარგებია. ერთი დრონის დანაკარგი და ერთი რაკეტის დანაკარგი. აჰაჰა, გააწიე, გამოწიე და აჯდეს თქვათ, დრონები რაღაცა სულ $100 ღირს. ჯდება და. რაკეტები თუნდაც თქვათ $1000 და ეს. ერთი თვითმფრინავის დანაკარგი რა ღირს იცით? ახლა მიაყოლეთ ის ადამიანური მსხვერპლი, რომელი ადამიანური მსხვერპლიც ამ ყველაფერს მოყვება. ახლა მიაყოლეთ ამას იმ ორმუზის სრუტის გამო გადაკეტილი სივრცე, რომელიც ორი ამერიკული ტანკერი გუშინ დააზიანეს, ერთი ბრიტანული მიაყოლეს კიდე ისე ცნობისთვის, ცხვირს რო ყოფდა ორმუზის სრუტეში. აი ეს ხდება. არაფერი სხვა არ ხდება. რასაც არავინ არასდროს არ დაგელაპარაკებათ საქართველოში. ამის სერიოზული განსჯა ეს არის რუსული პროპაგანდა. იცოდეთ და ვისაც გაინტერესებთ დეტალურად ეს სტატია შემობზანდით ბატონო ჩემ გვერდზე და წაიკითხეთ. იქ უამრავი დებილი არის შემოყრილი, მე არ ვიცი ახლა ამ ხალხთან ლაპარაკის არც თავი მაქვს, არც სურვილი მაქვს, არც ხასიათი მაქვს. პუტინმა ჩამირიცხა ამ დილაზე და მიდი და გააკეთე ლაივი და დაწერეო. ახლა ველოდები ის ირანი როდის ჩამირიცხავს კიდე.
ეხლა რაც შეეხება კუჭის წვას ევროპაში, შიგ ევროპაში, ხო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამას პირველივე დღესვე წერდა Wall Street Journal-ი. Wall Street Journal-ი ესეც დამიჯერეთ, ამას მე არ ვაფინანსებ, ამის დაფინანსების თავის ადამად. ამას წერდა Wall Street Journal-ი. და არა მარტო Wall Street Journal-ი ისა, რა ქვია, მთელი ექსპერტების ის მოყვანილია თუ ამერიკის შეერთებული შტატები რა კატასტროფულ პრობლემას წაწყდება. ნუ არა, ნახოთ საღამოთი შეიძლება გქონდეს YouTube-ზე ლაივი ინფორმაცია როგორ განვითარდება. ეს რუსული გაზეთი არ არის. რუსული გაზეთი არ არის, ამერიკული გაზეთია ეს ავადმყოფებისთვის მინდა. ძალიან დიდი კუჭის წვა არის შიგ ევროპაში ატეხილი. და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ სხვათა შორის რა. იგი რა. ფლორიდაში დააფიქსირეს გმირი ნეთანიახუს ოჯახის წევრები. სხვებს რომ მოუწოდებენ წადით ომში და იბრძოლეთო და ისრაელი. გამოსული იყო ისე სხვათა შორის ნეთანიახუ და განაცხადა ისრაელის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგებაო ვეთანხმები. და იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისრაელი ისე მოიმტრევს ცხვირპირს და ისე დაენგრევა ისრაელის ცხვირპირი, აღარასდროს ექნება არანაირი სრული სხვის ქვეყნის ცხოვრებაში ჩაყოს ცხვირი. ძალიან დიდი იმედი მაქვს. და იმედი მაქვს, როგორც სამხედრო დამნაშავე, რომელსაც რო გკითხოთ, რომ ბრიტანელი ისე კითხებოდა, რა ქვია, ჟურნალისტი ეკითხებოდა იმათ თავდაცვის მინისტრს. თქვენი პრემიერიო, კაცო, ბრალდებული არის ჰააგის ტრიბუნალითო და რომელი მორალური უპირატესობა გაგაჩნიათო ირანთანო. მე ამ კითხვებზე არ ვპასუხობ. იდგა იქ იმაში თელ-ავივში და კიო და ეს სამოქალაქო ობიექტიაო დაბომბილიო და ესო დანაშაულიო და გუშინ წინ დაბომბეთო, აგერო 160 ბავშვი გოგო იქნაო შეწირული, ის არაა პრობლემაო. ხო და ეს უნდა შევწყვიტოთ დროზეო. კიო და წიო და. აი სად არიან ეს მისი ძუკნები გაყრილი. ფლორიდაში წამოვლაგურები. თვითონ თვითფრინავში ზის და ესა მოსიარულე ეს აღარ თურმე რა ქვია. ხო გვაჩვენებდნენ აი როგორი პატრიოტები არიან მთელი სოფლიოს ებრაელობა როგორ გარბოდა ისრაელში. მაინტერესებს თუ გარბიან ახლა ისრაელში? მაინტერესებს სადა ერთი ებრაელო გარბის ისრაელში? ამიტომ გამოცხადებული აქვთ ამერიკელებს დახმარების მოთხოვნა მთელი ევროპის მასშტაბით. ფრანგების მხარემ არ ვიცი როგორ მოახერხებს ახლა ჟან ნოელ ბარო საფრანგეთი როგორ დაიცავს მოკავშირეებს. მაშინ არ ვიცი ახლა თუ ამერიკელები და ისრაელი ვერ ახერხებს მათ დაცვას ეს როგორ მოახერხებს დაცვას ალბათ ამას ის გონია რა ქვია გეი პარადის ჩატარება ელისეს მინდვრებზე იქ იმის დაცვა. მაგრამ ფაქტია რომ უიარაღო რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან რო ყავდათ გემები გაშვებული მოხსნეს შარლ დე გოლი და გააგზავნეს ისრაელის სანაპიროსთან უნდა მივიდეს და ისრაელის დასაცავად უნდა დადგეს. მიდის, გააგზავნეს. ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული არის ბრიტანეთი. ძალიან შეშფოთებული, აღშფოთებული არის გერმანია. ჩვენო ირანის მე რატო უნდა გაგიკვირდეთ თუ თქვენ ხართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მტერი, რომ ისიც იმოქმედებს როგორც მტერი. და არა თუ სამხედრო ბაზებს მიწვდება, არამედ ეკონომიკურ არტერიებს დაარტყამს. არაფერი არ დაუტოვეთ იმ ხალხს თქვენ. არ დაუტოვეთ, არაფერი არ დაუტოვოთ დასავლეთმა. გარდა იმისა, ახლა მე გეკითხებით თქვენ რომელიმე ქართველი, რომელიმე ნორმალურ ქართველზე მაქვს, დაყლეებულებზე არა მაქვს ლაპარაკი. როგორ მოექცევით იმ ქვეყნებს, რომლის საჰაერო იერიშის შედეგად მოგიკლავენ პატრიარქს და როგორ მოექცევით იმ ქვეყნის ჯარისკაცებს თუ მომხრეებს თუ იმას, რომლის დარტყმის შედეგადაც 120 ქაღმერთმა დაიფაროს. ქართველი ბავშვი დაიღუპება.
აპატიებთ ამას როდესმე? აბა რატო გონიათ რომ ირანმა უნდა აპატიოს? ირანელისთვის შვილი არაა, ბავშვი არაა? სარწმუნოება არაა? სამშობლო არაა? და ყველაზე მეტი ეს რა ქვია საინტერესო არის ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადება, რომ თუ თქვენ დახოცავთ ამერიკელებს, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველგან მოგდახავთ და გახოცავთ. ხო და თქვენ თუ დახოცავთ ირანელებს, რომელთა სიცოცხლე არაფრად მიგაჩნიათ. ირანი არ არის შემოგარგებო, ესა რა ქვია, არაბული სამყარო. არ არის არაბული სამყარო. ტყუილა ნუბლატაობენ არაბები, რომ რაღაცას წარმოადგენენ. 10,000-ობით არაბი ბავშვი და უდანაშაულო მოსახლე იღუპება ღაზაში, მაგრამ ხმას ვერავინ ვერ იღებს და ვაჭრობენ ისრაელთან და ფულის იგეთ არაფერი აინტერესებს. ხო და აი თავზე დაგამხობთ და გემხობათ კიდეც რა. თქვენ ისეთი ძალა გააღვიძეთ, თავზე უნდა დაგემხოთ. ამოვიდა ამ მეტრაკეების მართლა დიქტატურა მთელ მსოფლიოში. და ეს არის ტრამპი, რომელიც მოვიდა იმ პირობით მსოფლიოს ყველა ომებს დაასრულებს. რომ თურმე ომში არ უნდა ჩაერთოს. ყველა აფრთხილებდა იმის შესახებ, რომ არ გაეკარო ირანს. არ გაეკარო. ამ არაბული ქვეყნების დაზვერვა აფრთხილებდა, ანალიტიკური ცენტრები აფრთხილებდნენ, თავისივე გენერლები აფრთხილებდნენ. არ შეყო ცხვირი. არა, მაინც შეყო. რატო? იმიტომ რომ ებრაელები პირდაპირ ამბობენ. ეფშტაინი ებრაელი იყო, მოსადის აგენტი იყო. ყურებით აყავთ ასე დაჭერილი ტრამპი. არავინ იცის, შეიძლება ბავშვის ხორცს ჭამდა, შეიძლება თოთობავს აუპატიურებდა. ასეთ ცხოველებთან აქვს საქმე. ასე დავამტყოფებთან აქვს საქმე. დღევანდელ სამყაროს. თქვენ პარტნიორებს, ახლა დაუწყეთ ქართველებს ჩვენ პარლამენტის დელეგაციას დაუწყია ამერიკაში ვიზიტი. აი ჩემოკარგებო, ეს მოვლენები ვითარდება. არ ვიცი, დანარჩენი YouTube-ის არხზე ტრანსლაცია, ხო, გაცრავად ნეტა ვინმეს ახსოვს უკრაინა, ვის რა შეახსოვს შენ შემოგებლე. ვის ახსოვს უკრაინა? ახლა სლავა ირანი მოდანში. აღა დამთავრდა ის. არა საჭირო. და უკრაინელებს ტაშს რო უკრავდნენ იმის ხომეინის ლიკვიდაციას, თავის ლიდერზე იფიქრონ და მის ბანდაზე. ესე იგი ეს დასაშვებია. მე ერთ რაღაცას ნამდვილად ვამბობ, რომ თუ მათ დაჭირდებათ, ბოლო მომენტით შეიძლება, დიდი ალბათობით შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ ირანის წინააღმდეგ. ბირთვული იარაღის გამოიყენონ ირანის წინააღმდეგ, ამაშიც იყავით, იმიტომ რომ ისრაელს აქვს ბირთვული იარაღი და როდესაც გაუჭირდება, ის გამოიყენებს ამ ბირთვული იარაღს. პრეცედენტი მსოფლიოში რაც არის ბირთვული იარაღის გამოყენების, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყენება ბირთვული იარაღის არაბირთვული ქვეყნის მიმართ. ირანი არ არის ბირთვული ქვეყანა, მიუხედავად რომ ბირთვული ტექნოლოგიები აქვს. ბარეორი დებილი, გახარებული რო ხართ, იქ ირანში ნათანზის ისა რა ქვია, დაზიანდა. და შეიძლება რადიაციული თოვლი ხვალ მოგივიდეთ თბილისში და ერთი ნახავმერი როგორ იცეკვეთ. ამის თქვა მინდა. კარგი, ჩემოკარგებო, დანარჩენი კითხვა-პასუხებზე საღამოს YouTube-ის არხზე ვისაუბროთ და ნახოთ თუ რამე საინტერესო მოვლენები იქნა, ყოველ წამწუს იცვლება ვითარება. ნახოთ რა იქნება. მშვიდობა მოგცეთ ღმერთო. მოვიდა არით შევესო ხერი.